დღესასწაული ან მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს აღსასრულს, ესე იგი ამ ქვეყნიურ აღსასრულს, მოწამეობრივ აღსასრულს იხსენებს წმინდა ეკლესია და მათი მოსახსენებელი ახალი სტილით ესე 12 ივლისს უძრავად ყოველთვის ესე აღენიშნებს. ჩვენ დღეს სახარება წავიკითხეთ, სანამ მათი ცხოვრების შესახებ გეტყოდეთ ორიოდე სიტყვას, სახარება წავიკითხეთ, სადაც წერია ესეთი რამ, რომ მაცხოვარი ეკითხება თავის მოწაფეებს, რომ რას ლაპარაკობს ხალხი ჩემზე, ვინ მგონი ვარო მე საზოგადოებას. და მოციქულები პასუხობენ, რომ ზოგი ფიქრობს, რომ იოანე ნათლისმცემელი ხარო, აღდგაო მკვეთითო, ზოგი ფიქრობს, რომ ილია წინასწარმეტყველიო, ზოგი ფიქრობს, რომ იერემია წინასწარმეტყველი, ან სხვა რომელიმე წინასწარმეტყველთაგანი. და თქვენ ვიზე ფიქრობთ, ვინ გონი ვართ, რომ მე ვინ ვარ? და პეტრე წამოდგება, პეტრე როგორც გულმხურვალე ყოველთვის ესე პირველია ყველაფერში და ამბობს, ეუბნება მას, რომ შენ ხარ ძე ღვთისმსახურისა. და აი ამ სიტყვების გამო პეტრე გახდა ფაქტიურად პირველი მოციქული. რატომ ამ სიტყვების გამო? ეს რატომ არის ესეთი მნიშვნელობა ამ სიტყვებს, რატომ გააჩნია ჩვენ ცხოვრებაში? თითოეული ქრისტიანის ცხოვრებაში რატომ აქვს ამ სიტყვებს უდიდესი მნიშვნელობა? იმიტომ რომ ვინც ვერ იცნო იესო ქრისტე როგორც ძე ღვთისა, მისთვის ცხონება არ არის. და ვინც იცნო იესო ქრისტე როგორც ძე ღვთისა, მისთვის სათასასუფლებლის კარი გაიღო. განა იმიტომ იხსნება ჩვენთვის სათასასუფლებლის კარი, რომ ჩვენ კარგი ქრისტიანები ვართ. ან განა იმიტომ გაიღო სასუფლებლის კარი, რომ სჯულის ზედმიწევნით აღმასრულებლები ვართ, ან ზნეობრივად, ან მორალურად, ან რელიგიურად ისეა გამართული ჩვენი ცხოვრება, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაბიჯოთ სათასასუფლებელში. არ დაიჯეროთ ეს ამბავი. არავინ არ დაიჯეროთ. ჯერ არ დაბადებულა კაცი, რომელიც უცოდველი იყოს. თავისი ცხოვრება ისე განვლოს, რომ არც ერთი ცოდვა არ ჩაიდინოს. და თუ ცოდვას ჩადიხარ, ესე იგი სჯული დაარღვია. და სჯული თუ ერთი მუხლით მაინც დაარღვია, ჩათვალე რომ ყველა დაგირღვევია, იმიტომ რომ მნიშვნელობა კი არა, ვინც დაწერა არაკაცკლა, იგივე დაწერა არაიპარო. და თუ ერთი დაარღვია, მეორეს დაარღვევია ავტომატურად. იმიტომ რომ რა მნიშვნელობა ქალაქი ახლა სამი მხრიდან კონდეს შემოზღუდული ძალიან მყარად, ისე რომ მტერი ვერანაირად ვერ შემოდის და ერთი მხრიდან ღია კონდეს გალავანი. აი რა მნიშვნელობა აქვს ამ სამ მხარეს, რომლითაც შენ ქალაქს იცავ. ესეთივე მდგომარეობაში ჯული გახლავს შენთვის აი ესეთი კედელი, რომელი კედლითაც შენ თავს უნდა იცავდე, მაგრამ როგორც კი ერთს არღვევ, ჩათვალე რომ მთელი კედლები ჩამოქცეულია შენ სირგვლივ. და გამარღვეველი ჯულისა შესაბამისად ვერ უნდა შედიოდეს სათასასუფლებელში. მაშინ რა შეგვიყვანს სათასასუფლებელში? წმენა ამისა სწორედ, რომ ნახეთ, ღმერთმა აღუთქვა ადამიანს, რომ მართალია ცოდვით დაეცი, მართალია ესე გაუბედურდი, მართალია ესეთი რამ დაგემართა, მაგრამ განწირული არ ახარ. მოვა მხსნელი, რომელიც შენ უკან დაგაბრუნებს, სათასასუფლებლის კარს კვლავ გაგიღებს. და ეს მხსნელის მოლოდინია, მთელი კაცობრიობის მოლოდინი. ძველ აღთქმაში იყო მხსნელის მოსვლა, ახალ აღთქმაში არის მხსნელით მეორედ მოსვლა. ეს არის მთელი ჩვენი ცხოვრება, ჩვენი რელიგია, მოლოდინის რელიგია. ეს უნდა იცოდეთ, უნდა გახსოვდეთ, რომ რას ველოდებით. რაღაცას ველოდებით, ეს რაღაცა უნდა გაცნობიერებული კონდეს. როგორც გააცნობიერა ეს პეტრე, როგორ გააცნობიერა, რა თქვა? შენ ხარ ძე ღვთისა ცხოველისა, ცხოველის ანუ ცოცხალისა, ცოცხალი ღმერთისა. არა, რატომ ასახელებდნენ ამას ცოცხალ ღმერთს და იმიტომ რომ უამრავ ღმერთებს ასახელებდნენ წარმართები და რომელიმეში რო არ შეპაროდათ ეჭვი, რომ რომელიმეს თაყვანისცემაში იყვნენ მხილებული, ამიტომ ცოცხალი ღმერთისა, იმიტომ რომ ყველა უსულო იყო ეს რაღაც კერპები ჰქონდათ ჩამოსხმული. ცოცხალი ღმერთის ძეობა, აი ამის აღიარება გახლავთ, სწორედ ეს მოლოდინი, რომელიც პეტრემ გამოიცნო. ამის აღიარება უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი სარწმუნოება, რომ შენ ხარ ძე ღვთისა. და ამიტომაც დაფასდება ადამიანი პეტრე მოციქულის მსგავსად, თუ კი ადამიანი ამას ჩვენ ძალიან ხშირად შეიძლება ეკლესიაში გავდიოდეთ და ბოლომდე გაუცნობიერებელი გქონდეს ეს ამბავი. დავდივარ კი მწამს, მაგრამ რა გწამს ხანდახან არ იცი. ამისი უნდა გწამდეს, რომ ღმერთმა უავლინა თავისი ძე იმისთვის, რომ შენ გადაერჩინე და შენთვის სათასასუფლებლის კარი გაეღო. და შენ ეს ძე, ამ ძეს უნდა იცნობდე, რომ ეს არის იესო ქრისტე. აი ეს არის შენი სარწმუნოება. და რა არის შენი მოლოდინი? მოლოდინი არის ის, რომ ეს ძე კვლავ მეორედ მოვა, მეორედ დაბრუნდება, როგორც ერთხელ მოვიდა, ისევე მოვა, როგორც ამაღლდა უბრალოდ ისევე უკან დაბრუნდება, მაშინ სხვანაირად მოვიდა, ქალწულისაგან იშვა. ეხლა ზეცით ვიხილავთ ჩვენ მას მოსულს, მოვა განსჯა ცხოველთა და მკვდართა. განსჯა ცხოველთა და მკვდართა
ცხოველთა კვლავ ცოცხალს გულისხმობს, ანუ ვინც იმ დროს ცოცხლად იქნებიან ესე დარჩენილნი და ვინც გარდაცვლილი იქნებიან, აბსოლუტურად ყველა შეიმოსება იმ საფრთხო სხეულით, განხთობილი სხეულით, რომელიც მაცხოვარს ყოფდა აღდგომის შემდგომ და იქნება განსჯა ყოველი ადამიანის. ასე რომ ეს გახლავთ პეტრე მოციქულის ეს უდიდესი დამსახურება, რის გამოც ეუბნება მას მაცხოვარი, რომ ნეტარ ხარ შენ სიმონ პეტრე, ბარ იონა, ბარ ნიშნავს ძეს, იონას ძე იყო პეტრე. როგორც ეხლა მიმართვის ფორმა, რომ ვიღაცის ძევ, ესე რომ მიმართო, იონას ძევ, ესეთი მიმართვით მიმართა მას. ნეტარ ხარ შენ პეტრე, ბარ იონა, რამე თუ შენ გეწოდეს კლდე და ამ კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიայի ჩემი. იმიტომ რომ კლდე არის ის მყარი საფუძველი, რომელსაც გინდა ქარი მოვარდეს, გინდა წყალი ადიდეს, ვერანაირად ვერ შეარყევს კლდეზე აშენებულ სახლს, ვერანაირი სტიქია. ასე რომ ამ იგულისხმება რა თქმა უნდა სულიერი სტიქიები და პეტრეს აი ეს რომ გასაღები მიეცა და უთხრა რომ ვისაც შენ შეკრავ კრული იქნება და ვისაც შენ გახსნი ხსნილი იქნება, ჩათვალეთ რომ მთელ 60 კილო მოღვაწეობას გადაეცა ამისი გასაღები და თუ როგორ აი ეს სხვა სახარებაში ჩანს, სადაც მაცხოვარი ესე პირდაპირ მოციქულებს მიმართავს, შებერავს მათ და ეუბნება რომ მიიღეთ სული წმინდა, ვისაც მიუტევებთ მიეტევება, ვისაც არ მიუტევებთ არ მიეტევება. ასე რომ პეტრე ამ შემთხვევაში წარმოჩენილი როგორც საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ როგორ რა უნდა იყოს ადამიანის სარწმუნოება და რა უნდა იყოს ადამიანის ბოლოდინი. აი ესეთი გახლავთ პეტრეს სარწმუნოება, რომლის გამოც ის თავი გახდა მოციქული. ესეთივე გახლავთ პავლე მოციქული, რომელიც ქრისტეს არ იცნობდა. საოცარი ისტორია აქვს ამ ადამიანის, რომ ქრისტეს საერთოდ არ იცნობდა და მეცაც გეტყვით. არ იცნობდა კი არა, დევნელი იყო ქრისტიანობისა, ლოცულობდა იმისთვის, რომ ყველა ქრისტიანი ბორკილებ გადებული ენახა ციხეში და ამისთვის აშკარა ისე იღწოდა, ხო არ გონიათ რომ უხლებზე იყო დაჭრილი, აქტიური კაცი იყო ესე, ცხენზე გადამხდარი დარბოდა და ვინმე ქრისტიანს უნახავდა, ბორკილებს ადებდა და ციხეში მიყავდა. სტეფანე პირველწოდებული მეკითხოვეთ, რომ წმინდა სამოციქულო საქმეები წაგეკითხათ და იქ ალბათ გემახსოვრებათ ეს ისტორია, რომ სტეფანე როცა ჩაკოლეს პირველ მოდი იქ იდგა პავლე და უყურებდა ამ ყველაფერს და როგორც მეთაური ისე იყო, იმიტომ რომ მის ფეხებთან დააწყვეს ტანსაცმელი. ეს რას ნიშნავს, რომ ეს მეთაური იყო, თვითონ არღებულობდა ამ ქრისტროლაში მონაწილეობას, უბრალოდ ხალხურს ადევნებდა, ხელმძღვანელობდა ამ ყოველივეს და აი ესეთი მდევნელი კაცი უცბად გამოცხადება მოდის მასთან დამასკოს გზაზე მიემგზავრება მიზანი ისე ვის აქვს, რომ ქრისტიანები გაიგორო იერუსალიმიდან იქ გაიქცნენ. ეხლა იქ უნდა ჩააკითხოს და აპატიმროს და იერუსალიმში უნდა ჩამოიყვანოს და დამასკოს გზაზე მას დაუბრუნდება თვალთ და ღმერთი ეუბნება რომ საულე ერქვა პავლეს იქამდე რომ საულ რატომ დევნილე და ვინ ხარ შენ უფალო ამას უყურს? მე ვარ იესო ქრისტე, რომელსაც შენ დევნილე. ვინ ხარ შენ უფალო? ეს შეკითხვა არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ პავლე მიხდა რომ გამოცხადება ქონდა და როდესაც გამოცხადება ქონდა ძველი აფრიკის კარგი მცოდნე იყო პავლე. გამალიელის ფეხებთან ვარ გასწრილი ერთ-ერთ ეპისტოლეში წერს და გამალიელი იყო ძალიან ცნობილი მოძღვარი მაშინდელ იერუსალიმში და მის ფეხით გასწრილი კაცი რა თქმა უნდა ჯულში ძალიან ისეთი განსწავლული იქნებოდა ამას ეს მისი ეპისტოლებიდანაც ძალიან კარგად ჩანს განათლებული პიროვნება და ძალიან კარგად იცოდა რა უნდა ეკითხა გამოცხადების დროს. ყველა გამოცხადების დროს აბსოლუტურად ეს მოსესთან არის, ა ブラ ამთან არის და ვიც არის ყოველთვის ეკითხებიან ღმერთს სახელს. რატომ ეკითხებიან სახელს? იცით, ღმერთს არ შეიძლება ერთი სახელი კონდეს. თუ ერთი სახელი აქვს მას, ეს ერთი სახელი განსაზღვრავს მის ბუნებას. მაგალითად, მე რომ ვთქვი ადამიანი, ვიღაცას რომ გამოვეცხადო და ვთქვა რომ ადამიანი ვარ, ჩემი ბუნება უკვე ამ ეს ადამიანობა ჩემს ბუნებას იტევს, ხო მართალია? ღმერთი რომელიც ეცხადება, მას არ შეიძლება რომ ადამიანს ისე გაეხსნას გონება რომ აბსოლუტურად დაიდიოს ღვთაებრივი არსის ცოდნა თუ რა არის. აქედან გამომდინარე ეცხადება კონკრეტული სახელით. როდესაც ეუბნება რომ ელოჰიმ არის ჩემი სახელი, იცით რას ნიშნავს ელოჰიმს? საჯულს. როდესაც ეუბნება რომ იახვეა ჩემი სახელი, იცით რას ნიშნავს? მოწყალემ საჯულს. ელოჰიმ იახვე ხშირად ორი სახელით ეცხადება, მოწყალემ საჯულის სახელით ეცხადება, ადონაის სახელით ეცხადება, საბაოთის სახელით ეცხადება. კიდე სხვადასხვა სახელებია გამოცხადებისა და რას ნიშნავს ეს? რატომ ამ სახელები? იმას ნიშნავს, რომ რა სახელითაც ეცხადება, აი
ეს სახელი განსაზღვრავს ამ გამოცხადების შინაარს. იმიტომ რომ მე თუ გამოვეცხადე წინასწარმეტყველს და ვუთხარი რომ ელოჰიმ არის ჩემი სახელი, ღმერთი ამ შემთხვევაში წინასწარმეტყველს. წინასწარმეტყველმა ზუსტად იცის რომ საჯული მოვიდა ამ ქვეყნად, განისჯება ერი რაღაცა დანაშაული აქვს და ამიტომ საჯული იქნება. თუ ეთქვის რომ მოწყალემ საჯული, აი მოწყალებით განისჯება ამ შემთხვევაში ერი. თუ ეთქვის რომ საბაოთის სახელით არის გამოცხადება, ამ შემთხვევაში იციან რომ საბაოთი არის წმინდანთა წინამძღვარი, მეომარი, ზეციურ ძალთა წინამძღვარი, დაახლოებით ესეთი თარგმანი აქვს ამ სახელს. იციან რომ რაღაცა ბრძოლა შეიძლება მოუწიოს და იციან რომ ღმერთი უწინამძღვრებს მათ. ამიტომ ყოველთვის სახელის განსაზღვრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და პავლეს შემთხვევით კი არ ეკითხება მას ვინ ხარ შენ უხალოდ. აინტერესებს რომელი სახელით გამოეცხადება მას ღმერთი, რომ ამ სახელის მიხედვით უნდა იმოქმედოს. თუ კი ეთქვის რომ კი მე ელოჰიმი ვარ და დაუდასტურებს ამას, პავლე დარწმუნდება თავის სიმართლეში რომ მან უმოწყალოდ უნდა ქრისტიანობას ესე დევნოს და გააგრძელებს კვლავ ამ დევნას. და როდესაც ეკითხება ვინ ხარ შენ უხალო, პავლეს აბსოლუტურად გაცნობიერებული აქვს რომ გამოცხადებაა, ის პასუხობს მე ვარ იესო ქრისტე, რომელსაც შენ დევნი. და მიხვდება პავლე რაშიც ასაკ. თორე რატომ არ გაუჩნდა პავლეს კვლავ წინააღმდეგობის სული, რატომ არ ჩათვალა ეს მოჩვენება და ზმანებად? იმიტომ რომ იხილა სასწაული, რომლითაც დაბრმავდა, ჩაიყვანეს დამასკოში 3 დღესე უჭმელი უსმელი ამ სიბრმავეში იჯდა და მას გამოცხადება ჰქონდა, რომ ეხლა მოვა შენთან კაცი ანანია სახელით, რომელიც შენ ხელს დაგადებს თავს და თვალები აგიხილება. ეს ანანია ქრისტიანი იყო და მართლაც ესე მოხდება. მივა ანანია მასთან გამოცხადებით და პავლეს აიხილება თვალები და გახდება უდიდესი ქადაგებელი, უდიდესი მოღვაწე, ქრისტიანობის აპოლოგეტი და მისი ეპისტოლეები გახლავთ სახელმძღვანელო დღევანდელი ჩვენი ქრისტიანობისა. იმიტომ რომ თუ რაიმე კანონი გვაინტერესებს, თუ რაიმე სამოციქულო მოძღვრება გვაინტერესებს, გადმოცემულია პეტრეს ეპისტოლეებში და პავლეს ეპისტოლეებში, რომელიც ახალი აღთქმის წიგნებს თან ერთვის. ასე რომ მე შევთხოვ უხალს, რომ მათი ლოცვით ღმერთმა ჩვენი ქვეყანა გაამთლიანოს და ჩვენ გაგვაძლიეროს და სამოციქულო მსახურება მოგვანიჭოს თითოეულ ჩვენგანს. იმიტომ რომ ყველა ქრისტიანი მოწოდებულია სამოციქულო მსახურებისათვის. არ იფიქროთ რომ რახან ქრისტიანი ხარ, ამიტომ უნდა შეიკეთო შენთვის კარები და რაღაცა შენთვის ჭამო, შენთვის ვა, შენთვის ილოცო. არა, შენ ხარ ქრისტიანი, ესე იგი ჩირავდანი გიფრია ხელში სინათლისა და ამ სინათლით ხვებს უნდა უნათებდე გზას. როდესაც მეკითხებიან ამას, რომ აი ვიღაცა ჩემი ოჯახის წევრი არ დადის ტაძარში, ან ვიღაცა ჩემი მეგობარი არ დადის ტაძარში, ვიღაც თქვა გულშემატკივარი ხარ, ვიღაცა და ამბობს ადამიანი არ დადის ტაძარში. როგორ მოვა ტაძარში, როდესაც შენ თვითონ არ ანათებ? შენ უნდა ანათებდე, რომ იმ ადამიანს გზა გაუნათო. შენ უნდა გქონდეს ქრისტეს მიერი მშვიდობა, ნახეთ როცა უშვებს მათ სამოციქულო მსახურებისათვის, მისიონერობისათვის, როცა უშვებს პირველ სიტყვას ასეულებს მშვიდობა თქვენთან. ანუ ქრისტეს მიერი მშვიდობა სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ სამოციქულო მსახურება აღასრულოს. და ამ მშვიდობასთან ერთად ის უშიშრობა სჭირდება, რაც პეტრეს და პავლეს გააჩნდათ, იმიტომ რომ პავლე მდევნელი, უცბად ესეთი რადიკალური ცვლილება მასში და რა აქვს მას გადატანილი. თუ გახსოვთ იმ საქმე მოციქულთაგან, რამდენჯერ დღესაც აი მე დავითნე კითხულობდა თუ ყურადღებით უსმენდით, რომ რამდენჯერ ქვებით ჩაქოლეს, რამდენჯერ ცემა 41 რო გამოვაკლოთ რაღაც ეს სიტყვა იყო, ამდენჯერ ცემა მივიღე ურიათაგანო, ნავი დამეკცავა, მოუტრიალდათ ნავი და 3 დღე უსკულში გავატარებ შეერთ. აი ამ ერთ თulis ყველაფერს რომ თუ ვინმეს რაიმე გაუკეთებია, მეც ვარ ერთი მათგანი, რომ ისაც რამე გაუკეთებია. რატომ ამბობს იცით ამას? აი ხატზე ნახეთ როგორ არის ერთმანეთს აღწევული პეტრე და პავლე. რაღაცა დიდი სიყვარულის გამოხატულება ხო არის? ყოველთვის ესე იხატებიან მოციქულთა თავი პეტრე და პავლე. თქვენ გონიათ რომ თელ ცხოვრება ასე იყვნენ ესენი? ამათ გამო მოციქულთა კრება შედგა, ესე იჭუბეს. მართლა გეუბნები. ოღონდ ამ ჭუბის მიზეზი კი არ ყოფილა რომ რაიმე პირადული კი არ აწუხებდათ, რომ ერთს რაღაცა ამბიცია ჰქონდა და არ მეორეს. არა, ეს იყო ხალხის სიყვარული, რომ რასჯული უნდა მიეცათ ახალმოქცეული საზოგადოებისთვის. აი ამის გამო მოვიდათ მათ კამათი ჭუბი შეიძლება ცუდი სიტყვა შენდობას ვითხოვ მათ წინაშე. აი ამის გამო რაღაცა იკამათეს, ამის გამო დაწერა კიდეც მე პავლემ რომ ჩავედიო წარმართებში ნახე პეტრეო რაღაცა თავს არიდებდა მათ ებრაელთა ხათრით. პირდაპირ წელს გალატელთა ეპისტოლეში თუ წაიგითხავ. პეტრე წეს თავის ეპისტოლეში ერთ-ერთი მას რომ რაღაცას ცოტა გაუგებრად ლაპარაკობს პავლე. ამათ გამო შეიკრიბა მართლა გეუბნებით მოციქულთა კრება, იმიტომ რომ დაევალებინათ თუ არა
წარმართებისთვის წინადაცვეთა დაევალებინა თუ არა სხვა მოსეს ჯულის ზედმიწევნითი აღსრულება. ამაზე ყველაფერზე ძალიან დიდი კამათი, იმიტომ რომ ეკლესია მაშინ ყალიბდებოდა და რაღაცა რო ყალიბდება, რაღაცა რო კეთდება. რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანს შეიძლება თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ როგორ სჯობს, ამას წვეთს კრება და ეს საკითხები, რომელი საკითხებითაც მათ კამათი მოსდიოდათ, ტელევიზიაში არ განიხილავდნენ ამას. არც სადღაცას უცხო იმას საზოგადოებაში არ განიხილავდნენ, იცის სად განიხილავდნენ? მოციქულთა კრებაზე განიხილავდნენ ამას, მოციქულებთან ერთად განიხილავდნენ. ასე რომ თუ ვინმეს კითხვა უჩნდება, სად უნდა იქნა საეკლესიო კანონები განხილული და რატომ არ არის ღიაობა და რატომ არ გვიყვებიან ამბებს, იცოდეთ რომ საეკლესიო საქმეები იხილება ეკლესიაში და არა ეკლესიის გარეთ. არა ტელევიზიებში და არა პრესაში, არამედ წმინდა სინოდზე, იგივე მოციქულთა კრებაზე, იმიტომ რომ წმინდა სინოდის წევრები მოციქულთა პატივში არიან სწორედ. ამიტომ ამ კითხვებით ჩვენ პასუხი გაგვეცა, იმიტომ რომ აი ეს სიყვარული, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარული, არ ვფიქრობთ რომ ეს შემთხვევითი ნახატია, ნამდვილი სიყვარული. ეს სიყვარული არ ვფიქრობთ რომ კამათს გამორიცხავს ერთმანეთისგან. ურთიერთშორის რაღაცა აზრთა სხვადასხვაობას გამორიცხავს, ეს არ ვფიქრობთ, აი ამ ხალხს რომ დახედავთ. იცოდეთ რომ მათ ჰქონდათ აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ამ აზრთა სხვადასხვაობას ისინი განიხილავდნენ მოციქულთა კრებაზე და ეკლესიაში, იმიტომ რომ გალატელთა მიმართ მიწერილი ეპისტოლე, სადაც პავლე პეტრეს ახსენებს, იცოდეთ რომ ეს არის ეკლესიის წიაღში მიწერილი ეპისტოლე და საეკლესიო წრეებისადმი მიწერილი და ასევე კათოლიკე ეპისტოლეც მიწერილია ებრაელთადმი, მორწმუნე ებრაელებისადმი, რომელსაც პეტრე წერს. ასე რომ ამ დღევანდელი დღით რაღაცა ბევრ კითხვას უნდა გაეცეს ჩვენთვის პასუხი, რომ კარგი ქრისტიანები უნდა ვიყოთ, რომ მისიონერები უნდა ვიყოთ, რომ მოციქულთა დარად, პეტრეს დარად ესეთი სარწმუნოება უნდა გქონდეს, უნდა ვიცოდეთ, უნდა ვიცნობდეთ ძე ღვთისას, ცხოველისას, იესო ქრისტეს და პავლეს დარად, აი ესეთი შემართებით უნდა შეგვეძლოს ქადაგება, რომ გაუნათოთ გზა ადამიანებს და აზრთა სხვადასხვაობა თუ კი იქნება, ეს აზრთა სხვადასხვაობა ეკლესიაში უნდა იქნას განხილული, იმიტომ რომ არ არსებობს შეკითხვა, რომელზედაც ეკლესიას წმინდა წერილს პასუხი არ კონდეს შენთვის. ასე რომ ეს კითხვები არ უნდა ეძებო პრესაში და ტელევიზიაში და საზოგადოებაში, ეს კითხვები უნდა ეძებო წმინდა წერილში და წმინდა წერილის მცოდნე განღრმავებულ ადამიანებთან, მოციქულთა დარად. ასე რომ გაითვალისწინეთ ეს ყოველივე ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, დღევანდელი დღესასწაული მინდა გულითა და სულით ყველას მოგილოცოთ და შევხვდოთ კიდევ ერთხელ მოციქულთა თავთან, პეტრესა და პავლეს, რომ ჩვენი სულებისათვის ცოდვების მოტევება ითხოვონ და ჩვენი გვერდის ერთობა და ეკლესიის ძლიერება. ამინ.